მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ დიდი მადლიერებით და პატივისცემით. მოგესალმებით ემიგრანტებო, განსაკუთრებით ხელს გიქნევთ და ჩემი განსაკუთრებული მოკითხვა თქვენ. ღმერთმა შეგაძლებინოთ და გაგაძლებინოთ იქ, სადაც ხართ და გისრულოთ თქვენი ოცნებები. მოგესალმებით კულისებიდან მაყურებლებსაც, რომლებსაც რატომაც ეგრეული გერგოთ ამ გრაფიკულ მონახაზში, რასაც ჩემი და თქვენი ურთიერთობა გვქვია. არა ლაიქი, არა გამოწერა, არა კომენტარი, დონაციაზე საერთოდ ზედმეტი ალაპარაკი, მაგრამ აბსოლუტურად ყველა კატეგორია აქვს ყოფნის უფლება, ხო, ამ სამყაროში და ყველა კატეგორია დაშვებულია გამჩენის მხრიდან, ასე რომ კი ბატონო, მე ვიღებ თქვენს არსებობას და პირიქით მადლობასაც გიცხადებთ იმისთვის, რომ მიყურებთ. მაგრამ განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა ფორმით გამოხატავთ მადლიერებას და იმ თითოეულა, მაგრამ ძალიან იშვიათობაა ასეთი ადამიანი, ეთიცე ჩამოსათვლელი, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა თქვენ, ვინც იმ თითოეულ ლარს რიცხავთ თვის ჭრილში თუნდაც, ხო, რომელიც ისევ თქვენსავე ცნობის მოყვარეობას და კომფორტს უნდა მოხმარდეს. პირად კონსულტაციებზე უნდა დამეკონტაქტოთ მესენჯერში ალებისტარო, ქალბატონია წარმოდგენილი ორლომთან ერთად პროფილის ფოტოზე, იმიტომ მოკითხვები კომენტარებში ჩნდება და კიდევ გამიმეორდები. ანგარიშის ნომერი მითითებულია ჩემი არხის აღწერაში. და დღევანდელი გაშლა ზუსტად შეეხება ფინანსებს და სამსახურს. პირველი მეორე ვარიანტი და დავიწყოთ პირველი ვარიანტი. ჯერ ვნახოთ ვინ ხართ. აბა ვნახოთ ვინ ხართ, ხო? ეტლის არკანი, პირველივე არკანი, მაღალი არკანი. ეტლის არკანით რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო. შესაძლოა ვინმე რამე მმართველ პოზიციაზეც მუშაობდეთ, არ გამოურიცხავ ამას, ანუ ან მენეჯერი იყოთ, ან რაიმე დაწესებულების ხელმძღვანელი, ყოველ შემთხვევაში რაღაც წამყვან პოზიციაზე ფიქსირდებოდეთ. ამავდროულად როგორი ადამიანიც ხართ თან იცით, საკუთარ თავში დარწმუნებულები რომ არიან, ხომ იცით? მუდმივად წინსვლაზე ორიენტირებულები. მუდმივად რომ ცდილობენ ძველი სიტუაციებიდან მოძველებული რაღაცები რომ არ ხიბლავს ადამიანს, ხო? და უნდა პირიქით წინ სწრაფვა, წინსვლა, ძალიან გამბედავი და ცნობის მოყვარე ადამიანები არიან ამ არკანის სიგნიფიკაციით, ხო? ანუ რომელსაც რისკის არეშინია. აი დააკვირდით ოღონდ ცოტა გამოუცდელობაზეც მიუთითებს და რატო, უცხო ადგილებში როგორ გაართმევს თავს გზის გაგნებას, ეს ერთი საკითხია, ხო? მოდი ამაზე ვისაუბროთ. მეორეც აი ამ დასტაში დააკვირდით პირდაპირ ბედაურებზეა, ხო? ეს მხედარი და არც ყოფუა, არც საიტელი, ანუ ბალანსი, ერთი პატარა გადაცდომა, ხო? ბალანსის დაცვისას და მეტყვი შესაძლოა საერთოდ დაბლა აღმოჩნდეს. აი ამიტომ ცოტა ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანები რომ არიან, აი შედეგზე ნაკლებად რო ფიქრობენ, ხო? მოდი ასე ვიტყოდი. კიდე ვინ ხართ? სამიანი პენტაკლებით, ხო? მიყვარს სხვა შორის ეს არკანი, იმიტომ რომ გარკვეულწილად სამიანი პენტაკლები ქველმოქმედებასთანაც ასოცირდება, ხო? თუმცა სწავლასთან შესაძლოა რაღაცა სწავლობდეთ, არ ვიცი მეგობრებო. შესაძლოა რაღაცა ხელობას ეუფლებოდით, რაღაცა კვალიფიკაციას იმაღლებდეთ, მაგრამ ქველმოქმედებასთანაც ასოცირდება ეს არკანი და ანუ რისი თქმა მინდა, გამბედავი
აი ორივე არკანი თქვენი განსაკუთრებული სახასიათო შრეხი იქნება გამბედავი, რისკიანი ადამიანი, მტკიცე, დეტალებზე ორიენტირებული აუცილებლად და შესაძლოა რომ ვინმე თქვენგან ცნობილიც იყოს, ცნობადი რაღაც გარკვეულ წრეებში, ხო? აი იცით როგორი ადამიანი ხართ, მოტივაციას რომ არასდროს არ კარგავთ და ნებისმიერი ფაქტი და სიტუაცია პირიქით მოტივაციის მიზეზი რომ ხდება თქვენთვის. კიდე აბა მიხართ მანახეთ ექვსიანი თასები. ხო, ну ეს გამბედაობა და ეს ძალიან დიდი რისკიც ალბათ ლოგიკურია, ისეთი პასლი დაჭდა. ну ექვსიანი თასებით რა შემიძლია გითხრათ, მეგობრებო. ადამიანებს რაღაცა მაინც ეს ბავშვური გულუბრყვილობა ისევ შემორჩენილი გაქვთ. აი თითქოს რაღაცა ბავშვობასთან განსაკუთრებული ემოციური მომენტები გაქვთ და ნოსტალგიაც ხშირად გიპყრობთ. შესაძლოა მოწყვეტილი ხართ საკუთარ კერას და ამასაც ამ აზრსაც მოიცავს ეს არკანი და ძალიან ის მონატრება გაქვთ სახლის, ხო? მაგრამ ესეც ერთგვარად ქველმოქმედების არკანია, ესეც საჩუქრების არკანია. ანუ თქვენ გაცემა გიყვართ, თქვენ გიყვართ აი თქვენ გიყვართ სხვა ადამიანების გახარება, მოდით ასე ვიტყოდი, ხო? აი სხვებზე ზრუნვა, აი ეს ტიპაჟის ადამიანი და მოდით ვნახოთ ახლა თქვენი უახლოესი 3 თვის სამსახურებრივი და ფინანსური ენერგიები. მოდი სამსახური ეს წარმიჯერავს ამითი ვნახავ 3 არკანით და მეორე დასტით ვნახავ ფინანსებს. ვნახოთ ვნახოთ სამსახურებრივი მერთმა ხელი მოგიმართოთ, ვინც მეყურებთ, მეგობრებო. ამაზე უკეთესი კომბინაცია რა შეიძლება დამჯდარიყო? სტაბილურობა, ხვავი, დოვლათი, შემოსავალი, აბსოლუტური სისავსე, დაწინაურება, თუ დაწინაურება არა სხვა სამსახურში გადასვლა, გამარჯვება, ну აი მართლსასწაული არკანები ამოვიდა, მეგობრებო და ღმერთმა მართლა აი გულით და სულით გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს, რომ რაც აი აქ ტარო აჩვენებს, მენდეთ ამისი 80% და 70% რომ გადათამაშდეს თითოეულ თქვენთაგანზე, როგორც საჯარო გაშლა, ხო? დამერწმუნეთ, რომ აი მართლა ყოველდღიურად ღმერთს ახედავთ და მადლობას გადაუხდით, ისეთი არკანებია. აი ვერაფერს დავამატებ. ძალიან განსაკუთრებულ როლს ითამაშებს თქვენი ქარიზმა, თქვენი პიროვნება, თქვენი პიროვნული შტრიხები აი ამ სიტუაციაში. და ფინანსებში რა იქნება, ნახეთ, თუ დღეს რაღაცა პრობლემები გაქვთ და რაღაცა არ ყოფნით, რაღაცა ვალია, რაღაცა კრედიტია დასაფარი, ან ვიღაცა მოგატყუათ ვალის მომენტია, ხო, არ მოგცათ, ანუ მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა რა. აქეთ მყავს რაინდი პენტაკლების და აქეთ მყავს კვერთხების პაჟი, მეგობრებო. აუცილებელი გაუმჯობესება, აუცილებელი მატება, აუცილებელი წინსვლა ფინანსურ ნაწილშიც აუცილებლად, აი ყველა მიზეს გარეშე გექნებათ. უბრალოდ რა თქმა უნდა ეს საჯარო გაშლა და ყველაზე ვერ გადათამაშდება, მაგრამ მე მინდა ძალიან რომ ვინც მეყურებთ თითოეულ თქვენთაგანზე გადათამაშდეს და თუ არ გადათამაშდება, ყოველ შემთხვევაში ღმერთისგან ეს ენერგიები იყოს თქვენს ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ ნახეთ და აკვირდით, თქვენ გაქვთ გარკვეული მიზნები, თქვენ გაქვთ გარკვეული მოლოდინებიც,
თქვენ რუქა გიჭირავთ ხელში, დააკვირდით, თქვენ ზუსტად იცით რა ნაბიჯის მერე რა უნდა განახორციელოთ და პენტაკლების რაინდის ზოგადად მეგობრებო, არის ცნობის მოყარეობის, ხო, ან ცნობის მოყარეობის რა ნაწილში, სათავისო ცნობის მოყარეობის, რომ ისიც უნდა სცადოს, ისიც უნდა სცადოს, ისიც უნდა სცადოს, ისიც, ანუ მცდელობას არ აკლებს, ხვდებით, არ არის ის ტიპი, რომ დაჯდეს და ასე ვთქვათ, აი რაღაცას ელოდოს, არა, თვითონაც იმოქმედებს, თვითონაც გამოძებნის რესურსს, თვითონაც აი თან ერთგული ტიპია, საიმედო ტიპია და პატივის ცემის მომენტი თავის გარემოცვაში აქვს, მოტივირებულია. არა, ყველა შემთხვევაში თქვენ ფინანსურ ნაწილში წინსვლა მატება გექნებათ ცალსახად. თორე აგერ თქვენ და აგერ მე გამიხსენებთ აუცილებლად უახლოესი 3 თვის მანძილზე, ვინც რას გეგმავთ, ყოველ შემთხვევაში ის მომენტი აუცილებლად აგისრულებათ. ანალოგიური კვერთხების პაჟი, კვერთხები საერთოდ თქვენ იცით რა ენერგიების მატარებელი მასტია, ხო? მაინც ძირითადად ყოველთვის პოზიტივზეა. მომართული მაინც ძირითადად მომართულია გამარჯვებაზე, მაინც წინსვლაზე, მისნის მიღწევაზე, ხო? შესაბამისად, აი ამ ფაზლით რაც აქ დამიჯდა, აი ერთადერთი რა მომენტია, ეს გაითვალისწინეთ, კვერთხების პაჟ ცოტა აზარტულობა ახასიათებს და აი ზედმეტი თანხების გაცემისგან შეიკავეთ თავი. თორე თანხა თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად შემოვა. აუცილებლად რაღაცა აი ახალი ფინანსური წყაროების გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში მენდეთ. მადლობა პირველ ვარიანტს და მეორე ვარიანტი. ნახოთ აბა. მეორე ვარიანტი, ვინ ბრძანდებით? ვინ ბრძანდებით მეორე ვარიანტი, ვნახოთ. აი, გადმომიფრინდა. არკანი. აბა ვინ ხართ? ой. ოჰო, რა საინტერესო წყობაა. ეს რას ნიშნავს? ოხ. და რაღაცა აქ ცოტა ახალი ადამიანები შემომესწნენ თუ რა ხდება, იმიტომ რომ სიგნიფიკაციაში მე ჯერ მსგავსი არაფერი მქონია მეგობრებო. დავიწყოთ პირველი არკანით, ხო, რაც პირველი არკანი ამოვიდა, ეს ხო 4-იანი ხმლები. 4-იანი ხმლები, ზოგადად ხმლების მასტი ისედაც ყველამ ვიცით, ხო, რა ენერგიების მატარებელია, მაგრამ აქ არკანითაც თვითონ არკანითაც მიხვდებით, რომ ადამიანს პრაქტიკულად ყველა ენერგია წართმეული აქვს, დასუსტებულია, ხო? აი, როგორი მომენტი აქვს, პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა ავადაც იყოს, პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლოა ავადმყოფობდეს. ეს ასევე ფიზიკურთან ერთად მენტალურ პრობლემებსაც აჩვენებს ხოლმე ხშირად. აი შიშის არკანიც არის სხვათა შორის, არ ვიცი, შესაძლოა თქვენ ცოტა შიშარა ადამიანი იყოთ, ცოტა აი სიახლეების გეშინოდეთ, თვითშეფასებასთან გქონდეთ პრობლემები, დაბალი თვითშეფასება მატარებელი იყოთ ამ ეტაპზე, ხო? აი ადამიანი, რომელიც რაღაცა ქრონიკულ სტრესს განიცდის, რაღაცა ძალიან დიდი ტრავმა რომ აქვს ადამიანს გადატანილი, აი დაახლოებით ესეთი ეს შემიძლია ვთქვა თქვენს ცხოვრებაზე. მეორე არკანი იყო თასების ტურზე, მაგრამ მოდით ამას აი ამ 3 არკანს განვიხილავ და იმას რეზიუმეთ მოვიტოვებ, ხო? 10-იანი კვერთხებით რა შემიძლია ვთქვა, მეგობრებო, გადაქანცული, ანუ ნახეთ ერთმანეთს აგრძელებს ეს ორი არკანი ლოგიკურად, დაღლილი,
მე რა რო კვერთხებია, აქ ამ კვერთხებს ცოტა სხვა დატვირთვა აქვს, ხო, აი ზედმეტი ვალდებულებები, მარტო თქვენი კი არა, სხვა ადამიანის ტვირთებიც რომ გაქვთ აკიდებული, მუდმივი სტრესი რომ გაქვთ, რაღაცა სულ მოვალეობების, უვალდებულებები, აი საკუთარ თავზე იმაზე მეც რომ იღებთ, ვიდრე შეგიძლიათ, შესაძლოა რაღაცა მძიმე სამუშაოსაც აკეთებდეთ, რაღაცა ისეთ მძიმე პირობებში გიწევდეთ მუშაობა, ხო? აი იცით როგორი მომენტი მომდის, თითქოს აი საკუთარი გზა რომ დაკარგა ადამიანმა და აი როგორ ვთქვა, თითქოს აზრის დაფიქსირებაც რო აღარ უნდა არაფერთან დაკავშირებით, ისე რაღაცა ისეთ ენერგიებში რომ არის. და ისევ ხუთიანი ხმლები, ხო? ისევ ხმლების ენერგია ორი ხმლების ენერგია. ოღონდ ხუთიანი ხმლები კიდე უფრო უარესია ვიდრე ოთხიანი ხმლები. ხუთიანი ხმლებით ნუ სიგნიფიკაციაში რა შემიძლია გითხრათ მეგობრებო. რაღაცა მალცვალებადი ხასიათი შესაძლოა გქონდეთ. იოლად ეგუებოდეთ დამარცხებას. ცოტა აგრესიული პასაჟებიც გქონდეთ ხასიათში. არ ვიცი, ან ადრე ან ახლა შესაძლოა ადამიანების დამცირებაც შეგეძლოთ, არ ვიცი, აი სწორად გამიგეთ რა, მე რასაც წარმომიჩვენებს ის უნდა ვთქვა, ხო? ადამიანი რომელსაც შესაძლოა ბევრი მტერი ყავთ და თქვენც ბევრის მტერი ხართ. აი კონკურენციის არკანიც არის, რაღაცა სულ კონფლიქტურ ენერგიებში რომ იმყოფებით ისეთი, მაგრამ სასწაულია რომ აი ამ ენერგიებში გამოერია თასების ტუზი, ხო? თასების ტუზი ეს არის მოდით ასე ვიტყოდი რა, შემთხვევით არ დაჯდებოდა ეს არკანი თქვენში რომ არ იყოს რაღაცა შემოქმედებითი მომენტი, სიკეთის მომენტი, ხო? თუმცა, ნუ თასების ტუზი ახლა ზოგადად კარგ ფინანსურ მდგომარეობას გულისხმობს. გულისხმობს კარგ ინტუიციასაც, სიამოვნების ურთიერთობებისგან, რაც შეიძლება მეტი ბედნიერების მიღების სურვილს, მაგრამ აი ამ პაზლთან დაკავშირებით რომ განვიხილო ეს ყველაფერი. გადაღლილი რომანტიკოსი ხართ, რა ვიცი, ნახოთ. ყოველ შემთხვევაში დღეს თქვენი ენერგიები არ მომწონს მეორე ვარიანტი და არ ვიცი, აქ რატომაც მგონია, რომ დაბინძურება ძალიან დიდი ხარისხით იქნება თქვენი ენერგეტიკის. მგონია კი არა ზუსტად ვიცი. კარგით. და ნახოთ ახლა თქვენი უახლოესი სამთვის ენერგიები, ფინანსები, სამსახური ბოდიში, სამსახური და ნახოთ ფინანსები. ნახოთ ფინანსები. ნახოთ რა ხდება. მოკლედ მეგობრებო, ხმლების მეფით. ისევ ხმლების ენერგიები ამოგდით და რა გავაკეთო, რა ვქნა. სიგნიფიკაციაც და შემდგომი გაგრძელებაც კი ხედავთ, ხო? ნუ ხმლების მეფით რა შემიძლია გითხრათ, არ შესაძლოა ხელმძღვანელს უკავშირდებოდეს ეს მომავალი ენერგიები თქვენს ხელმძღვანელს, ხო? ყოველ შემთხვევაში რაღაცა ძალა, რაღაცა გავლენა, რაღაცა გამჭრიახობასთან კავშირი, ან შესაძლოა ვიღაცამ დაგეხმაროთ, ნახეთ, დააკვირდით, ვიღაცა ძალიან ისეთი გავლენიანი ადამიანი დაგეხმაროთ, ჩაერიოს თქვენ სიტუაციაში და თქვენი სამსახურებრივი მომენტი ან დაწინაურებაზე იყოს საუბარი, ან წინსვლაზე იყოს, ან ახალი სამსახურის დაწყებაზე იყოს საუბარი. 10-იანი პენტაკლებით ზუსტად სტაბილურობაა, მაგრამ აი
სამსახური ხო, სტაბილურობა, სამსახური რაღაცა არ ვიცი, მემკვიდრეობის და ოჯახური ბიზნესის თემაც არის. ეს შესაძლოა ამ ზუსტად ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებით რაღაცა პრობლემები რაც გაქვთ ის მოგიგვაროთ ვიღაცა ადამიანმა, ხო? ერთი არკანითაც უნდა დავამატო კიდე, აბა კიდე რა ენერგიები იქნება, იმიტომ რომ 7-იანი ხმლები გეტყვით, ხო, აი, ნახეთ, ვიღაცა აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ გამოხვიდეთ 7-იანი ხმლების სიტუაციიდან და პრაქტიკულად გამოსულიც ახართ, იმიტომ რომ მე 7-იანი კვერთხები მოდის ზუსტად აქვე ხო პაზლთან, ანუ რაღაცა ან თქვენ იყავით თაღლითობის მსხვერპლი, ან თქვენ რაღაცა გააფუჭეთ, რაღაცა ვიღაცას მოატყუეთ, რაღაცა არ ვიცი, მოკლედ და აი ამ პრობლემიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ ეს ადამიანი. აი ესეთი ენერგიები უფრო მოდის. მაპატიეთ, რა მართლა არ ვიცი ვინ მეყურებთ, ხო? ან თუ თქვენ არ გააფუჭეთ და თქვენ გაგიფუჭეს, მაინც ვიღაცა გეხმარებათ, რომ წინსვლა და რაღაცა წარმატება გქონდეთ. კარგი ენერგიები ყველა შემთხვევაში, ყველა ვარიანტში არის სიტუაციიდან გამოსვლის არკანები. და ფინანსებში რა ხდება? ფინანსებში კვერთხების 8-იანი, 5-იანი, აქაც ხმლები გვაქვს და აქაც სამართალი. მეგობრებო, არ გამოვრიცხავ რა, რომ რაღაცა თქვენ გქონდათ პრობლემა კანონთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ რაღაცა დავა გქონდათ 5-იანი ხმლები ძალიან ისეთი არკანია, ძალიან აი დამარცხების არკანია, ხო? რაღაცა კონფლიქტის ტრობის არკანია, მაგრამ გამარჯვება ნებისმიერ ფასად. ეს მომენტიც ახლავს ამას, რომ იცოდეთ, ნახეთ, თან ამ დასტაში მით უმეტეს. სამართლიანობის არკანიც აქ ცოტა ისეთი უფრო სუბიექტური არკანია. 8-იანი კვერთხებით რა შემიძლია გითხრათ, ანუ რაღაცა სწრაფი, ისეთი ემოციური გადაწყვეტილება, ფიცხი გადაწყვეტილება, სწრაფი რეაგირება. აი, სწრაფი რეაგირება უფრო სწორად უხდება, დავიჭირე ზუსტად ის სიტყვა, ნახეთ, აი, ვიღაცა დაგეხმარებათ, თქვენ რაღაცა პრობლემა გაქვთ, ძალიან სერიოზული პრობლემა გაქვთ და იქიდან გამოგიყვანენ. მე არ ვამბობ, რომ თქვენ ხართ კი, აი ნახეთ, ვიღაცა აუცილებლად ხელს გამოგიწვდით და კი, მიზნის მიღწევა ვარსკვლავის არკანით გამარჯვება და ტრანსფორმაციის მერე ძლივს როგორც იქნება აბსოლუტურად ახალი ცხოვრების დაწყება და Queen of Pentacles სისავსე, ხვავი და ბარაქა. ღმერთმა ბარაქა არ მოგიშალოთ თითოეულ თქვენთაგანს და გემშვიდობებით მე მადლობა მეორე ვარიანტსაც და